მერაბდვალიშვილს RAF 09-ზე ახალი მეტოქი ჰყავს. ქართულ მანქანას UFC-ს მებრძოლი ფრენკი ედგარი 30 მაისს დაუპირისპირდება. მანამდე ქართველის მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი ჰენრი სეხუდო უნდა ყოფილიყო. ორთაბრძოლა კი 18 აპრილს ფილადელფიაში უნდა გამართულიყო. თუმცა სეხუდო ბრძოლას ტრაუმის გამო შეჯიბრამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაიხსნა. ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დასაცავად. ნახევარფინალურ დაპირისპირებამდე რამდენიმე საათი რჩება. დღეს ხვიჩა კვარაცხელია PSG-სთან ერთად მიუნხენის ბაიერნს შეხვდება. თამაში თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება და ის პარიზული კლუბის სახლში, პარკ დე პრანსზე გაიმართება. განმეორებითი შეხვედრა კი 6 მაისს შედგება, რომელსაც უკვე ბაიერნი უმასპინძლებს. პატარა კვარა დინამო თბილისში. ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ხვიჩა კვარაცხელიას ძმა 16 წლის თორნიკე კვარაცხელია პირველ გუნდთან ერთად დღეს პირველად ავარჯიშა. ჯეოთიმის ინფორმაციით მწვრთნელი განიხილავს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის სამატჩო განაცხადშიც შეიყვანოს. გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიკი NBA-ის პლეი-ოფის ნახევარფინალს მიუახლოვდა. ქართველის კლუბმა დეტროიტ პისტონსის სერიის მეოთხე შეხვედრაში 94-88 დაამარცხა და უპირატესობა 3-1-მდე გაზარდა. ბითაძემ 13 წუთი ითამაშა, სანაცვლოდ კი 2 ქულა, 6 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. საპლეი-ოფო ანგარიში გაათანაბრა სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა. კანადურმა კლუბმა კლივლენდი 93-99 დაამარცხა და სერიის ანგარიში 2-2 გახდა. მამუმ 13 წუთში 2 ქულა, 2 ჩაჭრა, 8 მოხსნა და თითო პასი და დაფარება მიითვალა. მეოთხედ ფინალური სერიები 4 გამარჯვებამდე გაგრძელდება.